მართალიის და უშიშროების კონტროლის ქვეშ მყოფი ინგუშეთი უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ნაზრანში კურიერის გადამღებმა ჯგუფმა მაინც მოახერხა შესვლა. ქუჩების სამხედროებით და მძიმე ტექნიკით არის სავსე სამოქალაქო ომის დაწყებიდან რესპუბლიკაში უკვე 200 ადამიანია უგზო-უკლოდ გამქრალი, თუმცა ამ ფაქტებზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ხამის დადგომასთან ერთად ნაზრანში ფედერალებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის შეტაკებები იწყება. ეს ინგუშეთია, სამოქალაქო ომის კვალი, რომელიც რესპუბლიკაში უკვე მეორე კვირა მიმდინარეობს, მანქანიდანაც კარგად ჩანს. დედაქალაქ ნაზრანში თითქმის ყველა მთავარ ქუჩასა და გადასასვლელზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა დგას. მოსკოვი ნაზრანში წესრიგის დასამყარებლად სამხედრო ტექნიკას არ იშურებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ცნობილი გამონათქვამი კავკასიის ყველაზე პატარა რესპუბლიკაში ახლაც აქტუალურია. Сказал мочить в сортире. Слышали? Конечно. Вот. Она оттуда идет. Без суда и без следствия сейчас расстрельных людей убивают. მას შემდეგ რაც ინგუშეთი საკუთარი კონტროლის ქვეშ FSB სპეცრაზმებმა აიყვანეს, რესპუბლიკაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ოპოზიციურად განწყობილი ტაქსის მძღოლის გარდა, ის თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, მხოლოდ მაგშარი პაუშევის ოჯახში ლაპარაკობენ. ის ოპოზიციური საიტის ინგუშეთი ერუს ხელმძღვანელად მისი წინამორბედის მაგომედ ევლოევის მკვლელობის შემდეგ დაინიშნა. Пусть они вечером выйдут на улицу, этот Туригин, этот министр, которые говорят спокойно, пусть они выедут на прогулку с вами в городе, покажут вам настолько здесь спокойно. Почему, если спокойно, они живут обложенные в блоках 6-метровых, натянутыми сетками? Весь мир знает, что происходит в Ингушетии. Здесь это гражданская война. Гражданская война. Каждый день 5-6 человек, если убивает в такой территории, маленькой республики, это разве не война? ოპოზიციური საიტის ახალი ხელმძღვანელის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც კრემლთან დაახლოებული მურად ზიაზიკოვი ხელმძღვანელობს, მუდმივ ტერორს განიცდის. საღამოს დადგომისთანავე ინგუშეთის დედაქალაქში ფედერალებსა და ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები ხდება. ნაზრანი დღისი ჩვეულებრივი ქალაქია. უფროსები სამსახურებში დადიან, ბავშვები კი სკოლაში. მხოლოდ როგორც კი ბინდდება ქალაქში გასვლას, ერიდება როგორც მოსახლეობა, ასე სამართალდამცავები. ღამის ნაზრანის მხოლოდ ოპოზიციას არ ეშინია. მართალია ღამის ნაზრანში არ ჩანს, მაგრამ დღესი ჟურნალისტებს სიამოვნებით მას პიზლობს. განსაკუთრებული ყურადღებით კი მანდილოსნებს ეპყრობა. პატივს ორივე პრეზიდენტს სცემს, ყოფილსაც და ახლანდელსაც. გამაღიზიანებელი თემა სამოქალაქო ომი, პირადი მტერი, მაგშარი პაუშევი. Действительно, я его не люблю. Ну как его можно любить? Он такой противный у него. Вот он внешне даже противный человек. Ингушетия не находится, не находилась и не будет находиться на грани, как говорится, гражданской войны. არაოფიციალური მონაცემებით ინგუშეთში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკლოდ 200-მდე ადამიანი დაიკარგა. მედია, რომელიც ინგუშეთის პრეზიდენტს ემორჩილება, ამ თემაზე არ საუბრობს. ტელეკამერების გამოჩენას კი უცნობი ადამიანები ასე ხვდებიან. Осторожно, подождите. Осторожно. Осторожно с камерой, можно? ფონდის შემდეგ პარტია ნინო ბურჯანაძის პირველი განაცხადი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ. ვექმნი ახალ პოლიტიკურ პარტიას. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო.